მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე. იმედი მაქვს, რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად. ვიწყებთ ახალ ვლოგს. პირველ რიგში მინდა რომ უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი გამოხმაურებისთვის. წინა ვლოგში მარხვასთან დაკავშირებით რჩევა ვითხოვეთ და უამრავი კარგი კომენტარი შემოვიდა და უამრავმა ადამიანმა მხარი დაუჭირა ნიცას. ამისთვის უღრმესი მადლობა თქვენ. როგორც ჩემგან, ასევე ნიცასგანაც და ნიცაც ძალიან გახარებულია, როცა კითხულობს თქვენს კომენტარებს. რაც შეეხება მარხვას, გვირჩიეს, რომ დაეცვა მარხვა პარასკევ დღეს. როგორც უკვე გითხარით წინა ვლოგში, გვაქვს არჩეული უკვე პარასკევი დღე და თითქმის 2 თვეა ყოველ პარასკევს ნიცა მარხულობს და მარხულობ მეც ნიცასთან ერთად. სიმართლე გითხრათ, ყოველ ჯერზე უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ის, რომ ნიცას მხარს ვუჭერდა მასთან ერთად ვმარხულობ, რადგან მართლა ძალიან ძნელია, განსაკუთრებით ბავშვისთვის და განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვები რაღაც ისეთს მიირთმევენ და შენ არ შეგიძლია ასეთის მიირთმევა, ამიტომ ყოველთვის ვაკეთებ ზუსტად იგივეს, ოღონდ სამარხვოს. ვცდილობ, რომ ამ დღეს ისეთი სადილე არ მოვამზადო, რომლის სამარხო სადილის მომზადებასაც ვერ შევძლებ, ამიტომ მაგალითად წინა კვირას გოჩას მოუნდა ბურგერი და ნიცასთვის მოვამზადე კატლეტი შვრიისგან. ასევე გამოვაცხე ბურგერის პური, რადგან ჩვეულებრივ მაღაზიის ბურგერის პურში კვერცხი იყო შესული და არ იყო ვეგეტარიანული. რადგან ჩვენ ყოველთვის ვეგეტარიანულ რაღაცებს ვეძებთ ხოლმე მაღაზიებში და სხვა შორის გემრიელი ბურგერი გამოვიდა. ამჯერად გაგიზიარებთ შვრის რძის მომზადების რეცეპტს. ერთხელ დამავიწყდა შვრის რძის ყიდვა, დავრჩით ურძეოდ და მოვძებნე ინტერნეტში, ვნახე სხვადასხვა რეცეპტი, ასევე დავტესტე სხვადასხვა რეცეპტი და გვაქვს არჩეული უკვე საუკეთესო. ასევე ძალიან გემრიელი გამოდის, ზუსტად ისეთივე გემო აქვს, როგორც მაღაზიისა, ოღონდ 3-ჯერ თუ 4-ჯერ უფრო იაფი გამოდის სახლში მომზადება. და ასევე მოვამზადებთ სამარხო ბრაუნს, ანუ შოკოლადის კექს, ასევე ძალიან უგემრიელესია. ასევე ძალიან გემრიელია. თუ გაინტერესებთ, დარჩით ჩვენთან. დავიწყოთ რძის მომზადებით, დაგვჭირდება შვრია, მე მაქვს წვრილად დაბქვილი სწრაფი მომზადების შვრია, თქვენ რომელიც გაქვთ ის გამოიყენეთ. შვრიას არ აქვს მნიშვნელობა როგორი იქნება, სქელი თუ წვრილი. 1 ჭიქა შვრიაზე ვიღებ 3 ჭიქა წყალს, გადამოგვს ბლენდერში, შემდეგ ვუმატებ 1 სუფრისკოვს შაქარს და ვანილს. ვანილი საჭიროა 1 ჩაის კოვზი. თუ დიეტაზე ხართ და დიეტური შვრის რძის მომზადებას აპირებთ, მაშინ შაქრის მაგივრად დავუმატეთ სასურველი დამატკბობელი. კარგად გადგვიფეთ ბლენდერში, თუ ჩემსავით წვრილი შვრია გაქვთ, მაშინ 1 წუთი ბლენდერით თქვეფა საკმარისია, თუ ოდნავ სქელი შვრია, მაშინ 2 წუთი იქნება საკმარისი. შემდეგ გათიშეთ ბლენდერი და გადაწურეთ ეს რძე. მე ვწურავ ასეთ ბადეზე, თქვენ შეგიძლიათ ეგრეთ წოდებული მარლა ან ჩაის ტილო გამოიყენოთ. კარგად გადავწუროთ და ჩვენი უგემრიელესი რძეც მზად არის. ინახება მაცივარში რამოდენიმე დღე და ყოველი გამოყენების წინ სასურველია, რომ კარგად შეანჭღრიოთ.
რძე მზად არის, ახლა დავიწყოთ ბრაუნის მომზადება, რომელშიც აგრეთვე დაგვჭირდება შვრიის რძე. ავიღე 250 გრამი ფქვილი, დავუმატე 1 სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი, 1 სუფრის კოვზი ვანილი, 2 სუფრის კოვზი კაკაო და 200 გრამი შაქარი. კარგად ავურიე ერთმანეთში ხელის ბლენდერით ფხვიერი მასა, შემდეგ დავუმატე 250 გრამი შვრიის რძე და 5 სუფრის კოვზი ზეთი. კარგად ავურიე ერთმანეთში, ეს რეცეპტი განსაკუთრებულია იმით, რომ კეთდება უსწრაფესად და არ საჭიროებს ბლენდერს ან მიქსერს, უბრალოდ ხელის მიქსერით ან კოვზით კარგად გადაურიეთ ერთმანეთში და გამოაცხეთ. ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 25 წუთიდან 30 წუთამდე. დააკვირდით თქვენს ღუმელს და მზადისიანობა შეამოწმეთ აუცილებლად ასანთის ღერით ან და ხის ჩხირით. გამომცხვარი ბისკვიტი გადაიტანეთ ცალკე, რომ ოდნავ შეგრილდეს და ახლა დავიწყოთ ზემოდან შოკოლადის გლაზურის მომზადება, სადაც აგრეთვე დაგვჭირდება შვრიის რძე. ავიღე 3 სუფრის კოვზი შაქარი, 2 სუფრის კოვზი კაკაო, 3 სუფრის კოვზი შვრიის რძე და სამარხვო მარგარინი 1 ჩაის კოვზი. დავდგი დაბალ ცეცხლზე, ვურიე მანამ სანამ არ დაიწყო დუღილი, დუღილს რომ დაიწყებს, გადავიტანოთ ბისკვიტზე და მოვასხათ ზემოდან. ასევე შეგახსენებთ, რომ თუ არ გაქვთ შვრიის რძე ან არ მოამზადეთ, შეგიძლიათ რძე შეცვალოთ წყლით, როგორც შოკოლადის გლაზურში, ასევე ბისკვიტშიც შვრიის რძის მაგივრად შეგიძლიათ უბრალოდ წყალი გამოიყენოთ. რძით, რა თქმა უნდა, უფრო გემრიელი და ნოტიო გამოდის ეს ბისკვიტი და რაც უფრო ძველდება, დღითი დღე უფრო გემრიელი ხდება. მოკლედ, თუ მოამზადებთ, აუცილებლად გამიზიარეთ კომენტარებში, როგორ მოგეწონათ ეს რეცეპტი. მე კი აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს. უღრმეს მადლობას გიხდით, რომ უყურეთ ბოლომდე. დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ. მომავალ შეხვედრამდე!